Ისა ქრისტეშობას გილოცავთ. დღესასწაულს, რომელმაც დღეს უფრო სწორად მოდი ესე ვთქვათ, რომელმაც სამყარო შეცვალა, რომელმაც სამყაროს მე ვგულისხმობ ადამიანთა ერთობას მოუტანა ახალი პერსპექტივები, ახალი შესაძლებლობები, მისცა შესაძლებლობა თითოეულ ადამიანს, კაცობრიობას თლიანად და თითოეულ ადამიანს მოეხდინა საკუთარი თავისუფლების სრული რეალიზაცია, იმიტომ რომ რა არის თავისუფლება, რის მაქნისია თავისუფლება, თუ თავისუფლება მიბული იქნებოდა ადამიანის ბუნებაზე, რომელიც ხორციელი თვალსაზრისით ჩადის საფლავში და განქარდება, ხოლო სულიერი თვალსაზრისით მას, ანუ მარადიული თვალსაზრისით იგი მოწყვეტილი იყო ღმერთთან, მარადულ სიცოცხლეს და ღმერთთან ურთიერთობას, არ ქონდა შესაძლებლობა ღმერთთან ურთიერთობისა, შესაბამისად ცხონებისა, როგორც უფალი ამბობს წმინდა წერილში, რომ ადამიანისათვის შეუძლებელია თავისთავად ადამიანისათვის, როგორი კეთილშობილიც არ უნდა იყოს, შეუძლებელია ღმერთთან ყოფნობა, იმიტომ რომ მისი სიკეთენი, ადამიანის სიკეთენი, თვით ისეთი სიკეთენის, რომელიც შეიძლება გაუგონარი იყოს, ადამიანური ბუნების ნაწილია, ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე, ასე ვთქვათ, და ადამიანის ბუნებას ყველა თავისი კარგით, ცუდით, სიკეთეებით, უკეთურებანით, ნიჭიერებებით და ასე შემდეგ არ აქვს უნარი ღმერთთან ყოფობისა. აქლემი უფრო ადვილად გაძრობა უნდა სიცოცხლეში გახსოვთ თulis სიტყვები. და ადამიანი შეიძლება ასე ითქვას ძალიან ტრაგიკულ სიტუაციაში იმყოფებოდა. იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, ვერაფერი ვერ გაარღვევდა აი ამ ჩაკეტილ წრეს და ყველა ვთქვათ წმინდა წერილიდან გამომდინარე, ქრისტიანული სწავლებიდან გამომდინარე, ჩვენ ვიცით, რომ ყოველი ადამიანი აბრაამიც კი და იოანე ნათლისმცემელიც კი და ესაია წინასწარმეტყველიც და მოსე და ასე შემდეგ, ყველა ეს ადამიანები გარდაცვალების მერე მიდიოდნენ იქ, სადაც ღმერთი თავისი სიდიადით, სიხარულით არ არის. ასეთ ადგილს ქვია ჯოჯოხეთი, სხვა გარემო, სხვა სამყარო არ არსებობდა. ეს არის ქრისტიანული სწავლება. და უფლის შობით, უფლის განკაცებით, ამ ქვეყნად მისი ადამიანად მოვლინებით, ყველაზე მთავარ ღირებულებებს ადამიანისას, ეს არის მისი შესაძლებლობა ღმერთისგან მოცემული შესაძლებლობა იცხოვროს მარადიულად, მისი ისეთი ღირებულებები, როგორიც არის თავისუფლება, რაც მას ღვთის მსგავს არსებად აქცევს, სიყვარული, როგორც ღვთის ხატი და მსგავსი არსებისა, რომელიც აღმატებული არის ბიოლოგიურ, ცხოველურ, ფიზიოლოგიურ სიყვარულზე, შემოქმედებითობის უნარი, რომელიც განსაცვიფრებელია და თვით უღმერთო კაცობრიობაშიც კი საოცარ მაგალითებს ვაწყდებით ადამიანის შემოქმედებითობისა, რომელიც მართლა ღმერთის მსგავს არსებად წარმოაჩენს მას. უბრალო ადამიანური ურთიერთობები, რომელიც აბედნიერებს ადამიანს ამ სოფელში და ადამიანს არ შეუძლია იყოს ბედნიერი, შეუძლებელია იყოს ამ ქვეყნიური თვალსაზრისით თუნდაც ბედნიერი, თუ მას გარშემო ძვირფასი ადამიანები არ ახვევია და თუ მათთან ერთად არ სწავლობს, თუნდაც ადამიანურ დონეზე რაღაცა დოზით, რაღაცის ზომით, ეგოიზმის, ანგარების დადგმას, თუ რაღაცა დოზით არ სწავლობს თავგანწირულ სიყვარულს და აი ამ ყველაფერს, რაც ჩამოვთვალეთ, რითაც ადამიანი არის ადამიანი, იმედი ასევე მნიშვნელოვანი რამ, რაც აქვს ადამიანსაც, ასევე მას განარჩევს ცხოველისაგან, იმედი, რომელიც აცოცხლებს ადამიანს და იმედთან პარალელურად და იმედთან პარალელურად ადამიანში არის დროის შეგრძნება, რაც ასევე ცხოველში არ არის. შესაბამისად, ადამიანი ვერ ცხოვრობს მარტო აი ამ წუთში, აწმყოში, არამედ იგი იხსენებს წარსულს, იგი იყურება მომავალში და ცდილობს, რომ
ის პერსპექტივა, რომელიც მას ელოდება იყოს უკეთესი და უმჯობესი ვიდრე ეხლანდელი აწყვა და იმედით სწორედ ამას უკავშირდება. აი ეს ყველაფერი თუ კიდევ უფრო ზოგადად ვიტყვით, ადამიანის ადამიანობა, თუ მას ადამიანობა სურს და არ აწერს სრული ათეიზმიდან გამომდინარე ხელს თავის პირუტყვობას, ადამიანის იმიტომ რომ ნუ რა წინ ხოლმე ხანდახან რა არის ათეიზმი არის ის რომ ადამიანი არის ფიზიოლოგია და ფიზიოლოგია არის სწორედ ჩვენ როცა ვამბობთ პირუტყვობას, როცა ვამბობთ ბიოლოგიურ არსებობას, ამაში რას გულისხმობთ? არა იმას რომ თქვა ბიოლოგიურად, ფიზიოლოგიურად ადამიანი შესაძლებლობებით არ აღემატება ცხოველს, არამედ ამას ვამბობთ იმიტომ რომ პერსპექტივის თვალსაზრისით არანაირი განსხვავება მასსა და ცხოველს შორის არ არის. თუ ვინმე იტყვის რომ როგორ კაცო ადამიანი მისი სახელი რჩება, ნუ აღარ სახელი დარჩება და არაფერი რომ დედამიწას და მზეც თავის შესაძლებლობებს ამოწურავს. ანუ ჩვენ ხვდებით სრულ უპერსპექტივობას და აი ამ ყველაფერს, ანუ ადამიანის ადამიანობას ამ სიტყვის დიდი გაგებით მიეცა აზრი, პერსპექტივა და ამ ყველაფერ ღირებულებებს, რომელიც არის ადამიანში, მისი ადამიანობიდან გამომდინარე, მიეცა განვითარების, რეალიზების უფრო სწორედ შესაძლებლობა. და ეს ყველაფერი ხდება დღეს, ანუ მე გულისხმობ ქრისტეს შობას, ეს თვითონ ისტორიულად ეს ფაქტი მოხდა 2000 წლის წინ დაახლოებით, რომელიც იყო ნაწინასწარმეტყველები წმინდა წერილში არის ძალიან განსაცვიფრებელი ადგილები წინასწარმეტყველებისა, რომელიც ასევე განსაცვიფრებელი სიზუსტით ახდა. ეხლა ამაში ჩვენ არა თქმა უნდა არც უნდა გვიკვირდეს რამე, იმიტომ რომ ჩვენ ქრისტიანული სწავლება ხო ვიცით როგორია ძველი აღთქმა, ეს არის მოსამზადებელი პერიოდი კაცობრიობის მიერ ქრისტეს მიღებისა. ყოველივე იქ არის ძველ აღთქმაში რაც არის მოცემული არის ერთგვარი აჩთილი, ერთგვარი სიმბოლოები მომავალი ხსნელის გამოჩინებისა და ამიტომ იქ არის ძალიან ბევრი ისეთი ადგილი, სადაც ჩანს თუ როგორ მოვიდოდა იესო ქრისტე და რომ მას მაგალითად იგივე ისაიას წინასწარმეტყველება საოცარია მას უწოდებენ მეხუთე მახარებელს ისაია წინასწარმეტყველს და იქ ძალიან კარგად ჩანს თქვენ ყველას გირჩევთ რომ წაიკითხოთ ისაია წინასწარმეტყველი, იქ არის განსაცვიფრებელი ადგილები, როცა კითხულობ ფიქრობ რომ ახალი აღთქმის პერიოდის თქვათ ქრისტეს მოწაფე ან მოციქული ხომ არ არის იმდენად საინტერესოდ ეხმიანება ტერმინოლოგიურადაც კი ახალი აღთქმის წიგნებს და ქრისტეს რეალურ ცხოვრებას, რაც ყველაზე მთავარია. წინასწარმეტყველები იყო თუ თქვათ მის შობას წინ რა, მის შობასთან ერთად რა მოვლენები უნდა მომხდარიყო, რომელიც ასევე ახდა, ასევე წინასწარმეტყველებია თუ როგორ იმოღვაწევებდა და როგორ აღესრულებოდა და რანერად იქნებოდა, რანერად აღესრულებოდა სიკვდილით, ჯვარც მას გულისხმობ. ასევე ნაჩვენებია ის ისტორიული ეპოქა, ძველ აღთქმაში მოხსენებული ნაჩვენებია ის ისტორიული ეპოქა, რომელშიც ის მოევლინებოდა სამყაროს, გულისხმობთ იუდეაში უკანონო მეფობის პირველ პრეცედენტს, ანუ ის მეფობა, რომელიც არ არის დავითის შთამომავლობით არ აწარმოადგენდა დავითის შთამომავლობას და პირველი პრეცედენტი იყო სწორედ იროდი და სწორედ მაშინ მოევლინა უფალი როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო და კიდევ უფრო მეტიც ძველ აღთქმაში ნაჩვენები იყო თუ რა დროს, ანუ არა ეპოქა, არამედ ქრონოლოგიურად რა დროს იქნებოდა და ბაბილონის ტყვეობიდან რა დრო უნდა გასულიყო, რომ უფალი მოვლენილიყო და ესეც ზუსტად ემთხვევა. ამიტომ იესოს შობა იყო რა წინასწარმეტყველები და განსაცვიფრებელი სიზუსტით არის ამხდარი, ეს რა თქმა უნდა ეს ჩვენ ქრისტიანებს კიდევ ერთხელ რწმენაში გვაძლიერებს, რომ სწავლება ახალი აღთქმისა განკაცებული ღმერთის შესახებ არის ჭეშმარიტება, რომელიც დასტურდება მრავალი საუკუნეების იქით ნათქვამი სიტყვებით. რაც შეეხება თვითონ განკაცებას, საერთოდ ღვთის განკაცებაზე როცა ვსაუბრობთ, ღვთის განკაცების დოგმატი, ანუ ცოდნა,
რომელიც ღვთისაგან არის მოცემული, უშუალო კავშირში არის სწავლებასთან, იმ სწავლებასთან, რომელიც გვეუბნება, რომ ასევე გამოცხადებით მიღებული სწავლება, რომელიც გვეუბნება, რომ ღმერთი არის ერთი, რა თქმა უნდა, მაგრამ ის არ არის მონადა, ანუ მონადაში გულისხმობთ ერთი ღმერთი და ერთი ჰიპოსტასი. არამედ ეს არის ღმერთი არის ყოვლადწმინდა სამება, ანუ ერთი ღმერთი, მაგრამ სამი ჰიპოსტასი. ეს არის ასევე დიდი საიდუმლოება, მაგრამ ეს დიდი საიდუმლოება, რომელიც ლოგიკურად ძნელად რომლის გაანალიზება ლოგიკურად ძალიან რთულია, მიუხედავად ამისა, სწორედ ყოვლადწმინდა სამების დოგმატი არის საფუძველი ღვთისგანკაცებისა და რომელზეც ჩვენ მერე კიდევ ვისაუბრებთ ამის საშუალება მოგოცემა, იმიტომ რომ ეხლა მეუბნებია რომ ზარია პირდაპირ ეთერში. შეიძლება დავიწყო. დიახ. ალო? დიახ, გისმენთ. ალო, მისმენთ მამა თეოდორე? დიახ, გისმენთ. ალო? გისმენთ. ძალიან მოხარული ვარ მამა თეოდორე რომ მოვხდი პირდაპირ ეთერში. მინდა რომ მოგივოცოთ მთელ საქართველოს ეს ბრწყინვალე დღესასწაულები და სულ 2 სიტყვით, სულ მაქვს ალბათ ძალიან ბევრი შეკითხვა მოხარმა, გამოვყოფ ორ შეკითხვას. ერთი მინდა მოგესალმოთ და ძალიან დიდი მადლობა გადაიხადოთ თქვენ არა მარტო მოძღვარს, არამედ დიდ მისიონერს დღეს. და ძალიან ბევრი ადამიანის საგან დიდი სიტყვა და სიყვარულით, არ ვიცი, ნამებმება ეხლა გამეხარდა ძალიან რომ მოხდი თქვენთან პირდაპირ ეთერში. მამა თეოდორე, მოდი ერთ კითხვას დაგისვამთ, ორ კითხვას უფრო სწორად. ერთი მაინტერესებს სულიწმინდა ღმერთის მოქმედების შესახებ, უხეშად რომ ვთქვათ, მექანიზმით როგორ მოქმედებს ის და მეორე რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის სწრაფვას მსოფლიო ეკომუნისტური მოძრაობის საკენ რამდენად შეიძლება დავიჯეროთ ამის და არის თუ არა ამის ნიშნები და როგორ მაინც შემაძრწუნებელია ჩვენთვის, იმიტომ ოდითგანვე ეს იყო ჩვენთვის ერთ მოწამე ეირი და ასე ვთქვათ ჩვენ ვიცით რომ მათ ძალიან ბევრი ღვთისმეტყველები ყავთ, რომელთაც უსმენთ და ისინი ჩვენთვის ავტორიტეტები არიან, მაგრამ თითქოს ეს შემაძრწუნებელია. ფილმები არსებობს მასონთა ლოჟის შესახებ და ასე შემდეგ და ეს ამათ ძალიან ბევრი რაც არასასიამოვნოს ვისმევთ მათ პატრიარქებზე და ასე შემდეგ. და თუ შეიძლება 2 სიტყვით ამეთაც ეს ორი სულიწმინდა ღმერთის მოქმედების შესახებ და ამ რუს პატრიარქთან დაკავშირების შესახებ რამდენად ვირწმუნოთ მათი კავშირი ეკონომისტურ მოძრაობასთან და ძალიან დიდი მადლობა წინასწარ. მეორე კითხვით დავიწყებთ, რადგან თუ მას პასუხის გაცემა ადვილია. საქმე იმაშია, რომ პირველ რიგში ჩემი რჩევა, მეუხერხულება რჩევა მოგცეთ, მაგრამ პირველ რიგში მაინც ესე ჩემ თავს ურჩევ ხოლმე ესე, რომ არასანდო და მდარე ხარისხის ინფორმაციების ტყვე გავხდებით, რომელიც უხვად არის ინტერნეტ სივრცეში, რომელთა წარმომავლობაც არ ვიცით და რამდენად რეალობას ასახავენ ისინი, მით უმეტეს, როდესაც ეს ინფორმაციები თავის შინაარსით არის მიმართული ნებისმიერი ადგილობრივი, არა აქვს მნიშვნელობა ახლა ამ შემთხვევაში რომელი ნებისმიერი ადგილობრივი ეკლესიის დისკრედიტაციისაკენ და მათი საჭეთპრობელის რაღაც დისკრედიტაციისაკენ, ანუ შესაძლებელი არის რომ ჩვენ გქონდეს დახვეწილ ცილის წამებებს უამრავს, ეს თქვათ არა მარტო რუსეთის პატრიარქისადმი არის, თქვენ თუ გადახედავთ თქვათ ამ ტიპის ინფორმაციებს
ესეთი დარტყმები მიმართული არა მარტო რუსეთის ეკლესიის პატრიარქის წინააღმდეგ, არამედ კონსტანტინოპოლის და სხვა ადგილობრივი ეკლესიებისაც და ასევე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიმართაც. ანუ მუდმივად ხდება დარტყმის მიყენება პატრიარქებზე და ეს არა მარტო ახლანდელი ამბავი, არამედ ძველია. ოღონ ეხლა უბრალოდ ეს ინფორმაციული ომი ძალიან იოლია, რომ აწარმოონ ინტერნეტის საშუალებით და რა თქმა უნდა მიზანი არ არის თქვათ გულის ტკივილი ამ ადამიანებისა, თქვათ თუ რომელიმე იერარქი რამეს აშავებს და ისინი ამას გულის ტკივილით უყურებენ და ესე იგი ამიტომ თქვათ საუბრობენ ამაზე, არამედ ასე დროს ამგვარი ინფორმაციების მიზანი საერთოდ სხვა რამეა, ეს არის უბრალოდ დარტყმა ეკლესიაზე, ზოგადად ეკლესიაზე, ქრისტესადმი სიძულვილი რომ მუდევს ამას საფუძვლად. და ძალიან კარგად იცის ბოროტომა სულმა და მათმა მომხრეებმა ნებსით უნებლიეთ რომ ეკლესიაზე დარტყმა ეს არის ქრისტეზე დარტყმა, იმიტომ რომ ქრისტე და ეკლესია ეს ერთ და იგივეა, იმიტომ რომ ეკლესია ქრისტეს მისტიური სხეულია. ეს ერთი და მეორე ასევე შეიძლება იყოს თქვათ მიზეზი უცოდინდრობაც, ასევე შეიძლება იყოს მიზეზი თქვათ თუ რომელიმე პატრიარქს ან ეპისკოპოსს აქვს რამე განსაკუთრებული შეხედულება გარკვეულ თემებზე, რომელიც მით უმეტეს არ არის დოგმატური ხასიათის და ეს მისი პირადი აზრია და არ ახვევს თავს მთლიანად ეკლესიას თავის მოსაზრებას, ეს უდაც არ ნიშნავს, რომ ეკლესია თავის მადლმოსილებას კარგავს, ან თვითონ ეს იერარქი კარგავს მადლმოსილებას. გარდა ამისა, ჩვენ უნდა გქონდეს იმის უნარი, რომ დავინახოთ თუ რა ხდება, რა ნაყოფი აქვთ მათ საქმიანობებს. ჩვენ ხედავთ, თქვათ, როგორ ხედავთ თუ როგორ ძლიერდება მისიონერება ამა თუ იმ ადგილობრივ ეკლესიაში, თუ როგორი სასულიერო პირები ყავთ, აი პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ მეორე ეპისტოლეში საუბრობს, რომ ჩვენი საქმეების დასტური ხართ თქვენ, ანუ ნაყოფი, ჩვენი მრევლის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები, პავლე მოციქული ამბობს. ამიტომ სხვა მოწმობა არ გვჭირდება ჩვენი მოღვაწეობის ამკარგიანობაზე. ასე რომ ჩვენ რომ ვისაუბროთ სრული სისავსით თუ როგორია მოღვაწეობა ამა თუ იმ პირველ იერარქისა, რომელიმე ადგილობრივი ეკლესიის პირველ იერარქისა, ანუ რომელიმე პატრიარქისა, მთავარ ეპისკოპოსისა და საერთოდ ეპარქიის ეპისკოპოსისა, აუცილებელია სრული სურათი რომ გქონდეს, აუცილებელია რომ ჩვენ ჩავიდეთ პირადად და მეტნაკლებად წარმოდგენა ვიქონიოთ თუ როგორი სასულიერო პირები მრავლდებიან ამა თუ ეპარქიაში, ამა თუ ადგილობრივ ეკლესიაში. რამდენად განათლებულები, რამდენად ზნეობრივები, რამდენად სწორად მხედველნი სარწმუნოებრივი გზისა, რამდენად გუმხურვალენი, რამდენად ცოდნენი სულიერი ცხოვრებისა და შესაბამისად რამდენად აქვთ ეს გამოცდილება, როგორი სამრევლოები და როგორი მონასტრები შენდება და ყალიბდება, მეგულისხმობ არა შენობებს, არამედ შინაგან ცხოვრებას, როგორ არის შინაგანი ცხოვრება განვითარებული, გესმით, ის სიხასტური სული, რომლის გარეშეც მართლმადიდებლობა არ არსებობს. ამ ინფორმაციის გარეშე ვიღაცამ რაღაცა თქვა და ინტერნეტში დადო, არაფერს არ ნიშნავს. ასე რომ და ჩვენ დიდ სასტურში ვარდებით მე ამ დროს უკვე, იმიტომ რომ ჩვენ ვიწყებთ განკითხვას რომელიმე ადგილობრივი ეპისკოპოსის იერარქისა, ამ პირველ იერარქისა, საკუთარისა თუ სხვების და ამით რა თქმა უნდა ცილისწამების ცოდვაში ვარდებით. რაც შეეხება სულიწმინდა ღმერთის მოქმედება, ეს თუ როგორ მოქმედებს სულიწმინდა ღმერთი, რა თქმა უნდა ამაზე პასუხი ცოტა რთულია, იმიტომ რომ ჩვენ ორი მიმართულებით უნდა ვისაუბროთ, როცა ასეთ თემაზე ვსაუბრობთ, ეს არის წიგნიდან და ასევე საუბარი საკუთარი გამოცდილებიდან. ახლა წიგნიდან საუბარი, რა თქმა უნდა, შეიძლება ვთქვათ ესე, აი პირველი ერთ-ერთი რაც უნდა ითქვას, რომ სულიწმინდა ღმერთი ეს არის ჩვენი მოძღვარი, დადგინებული უпроსორად ცუდი სიტყვა დადგინებული, იმიტომ რომ ადამიანის ხონების საქმეში საღვთო ნება და განგებულება არის ხო მთავარი და ნება სულიწმინდა ღმერთისა, ნება ძე ღმერთისა და ნება მამა ღმერთისა ეს ერთ და იგივეა, იმიტომ რომ ნება საღვთო ბუნების თვისებაა და ბუნება სულიწმინდა ღმერთს, ძე ღმერთს და მამა ღმერთს ერთი აქვს. ხო, ეს ერთი. ამიტომ საღვთო ნება არის ის, რომ ძე ღმერთის ადამიანურად ამაღლების და შესაბამისად თითქოს ჩვენთან მასთან ესეთ კონტაქტი დავკარგეთ ერთის მხრივ, უფალი განუგეშებს იმით მოციქულებს და რა თქმა უნდა ჩვენ, იმიტომ რომ ეს დაიწერა და რაც დაიწერა ყველაფერი ჩვენ სამოძღვრებლად დაიწერა, რომ არ ვინერვიულოდ არ დაგვტოვებს ჩვენ იგი ობლად, იმიტომ რომ ჩვენ
გავიხარებთ, რომ ღმერთი მოვიდა, გვიმოძღვრა, გვიწოდა მეგობარი და მოსწავლე, გვიწოდა შვილები, ყრმები და შემდეგ გაიმარჯვა სიკვდილზე, ანუ ფაქტურად უსამართლობაზე შეიძლება ასე ვთქვათ და სწორედ რომ გაგვეხარა, მაშინ დაგტოვა და წავიდა. დაჯდა მარჯვენით მამისა. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, იმიტომ რომ იგივე წმინდა წერილი მასწავლის, რომ ადამიანის ბუნების განღმრთობისათვის მოვიდა განკაცდა, ანუ ადამიანად მოვიდა ძე ღმერთი და ადამიანური ბუნების განღრთობის მეორე ეტაპი დასრულდა სწორედ ამაღლებით, როდესაც ძე ღმერთის ადამიანური ბუნება დაჯდა მარჯვენით მამისა, ანუ სრულად განიღმრთო და ჩვენს წინამორბედად ძე ღმერთი თავის ადამიანური ბუნებით ჩვენს წინამორბედად, როგორც პავლე მოციქული ამბობს, შევიდა წმინდათა წმინდათაში, ანუ ღვთაებრივ წიაღში და შევიდა არა პასიურად, არამედ როგორც მღვდელმთავარი, ანუ მეოხი ჩვენი თითოეული ჩვენთაგანისა, რომლის მღვდელმთავრობით გვაქვს თითოეულ ქრისტიანს მღვდლობა, როგორც მღვდლებს ისე ერის ადამიანებს და მოგცა ის პასუხისგებლობა, რომელიც გვაქვს როგორც მღვდლებს ისე ერის ადამიანებს. და გაგვიკვალა გზა, ამიტომაც ამბობს ქრისტე, რომ მე ვარ გზა. მაგრამ ჩვენ ვერ გაგტოვებდა ძე ღმერთი ობლად, როგორც თვითონ გითხრა და მის მაგივრად მოდის სხვა ნუგეშინისმცემელი, ანუ ვინ შეიძლება იყოს ძე ღმერთის მაგიერი ნუგეშინისმცემელი, ვერც ანგელოზი იქნება, ვერც ადამიანი იქნება, იმიტომ რომ როგორ შეიძლება ღმერთი ვინმე ჩაანაცვლოს, ამიტომ მოდის სხვა ნუგეშინისმცემელი, როცა საუბრობს ამაზე, მოდის ასევე ღმერთი ერთ არსი ძესთან, თანაარსი ძესთან, მაგრამ ჰიპოსტასურად სხვა, ანუ განსხვავებული, ანუ მესამე ჰიპოსტასი, სულიწმინდა ღმერთი, რომელიც გვიდგება მოძღვრად, იმიტომ რომ უფალი ამბობს ესეთ რამეს, რაც მე გამცნეთ და ფაქტობრივად რაც ქრისტემ გვამცნო, ყველაფერი დაიწერა წმინდა წერილში, იმიტომ რომ ის რაც მნიშვნელოვანი იყო, არ დაკარგულა თავისთავად ცხადდა და ვერც დაიკარგებოდა, აბა რისთვის თქვა და რისთვის მოგცა მაგალითი, რომ დაკარგულიყო, მაშინ რა აზრი ქონდა, ხო? ღვთის განგებულებით დღეს არის ხომ ეჭვი, რომ რამდენად რაც მოიმოქმედა ქრისტემ, ყველაფერი აღწერილია. რა თქმა უნდა, ყველაფერი აღწერილი არ არის, მაგრამ რაც ჩვენი სულის ხონებისათვის არის, ის ყველაფერი აღწერილია და ყველაფერი რომ აღწერილი არ არის, ეს წერია კიდევაც თავად წმინდა წერილში, მაგრამ რაც მნიშვნელოვანი იყო და რაც საჭირო იყო, ეს ყველაფერი დაიწერა და რისი მაგალითის მოცემაც უნდა ეს ყველაფერი მოგცა და ყველაფერი დაფიქსირებულია და წმინდა წერილის უსასრულო სიღრმე გააჩნია. წმინდა წერილის ამოწურვარი შეუძლებელი და წმინდა მამები ამბობენ, როგორც ჭიდან რაც უფრო მეტ წყალს ამოიღებ, უფრო და მეტი სუფთა წყალი წამოვა, ასეა სწორედ წმინდა წერილი, მაგრამ მისი გაგება ადამიანური რესურსით შეუძლებელია, ვინც ჩაწვდება საღვთო სიღრმეს თუ არა ღვთის სულით, ისევ წმინდა წერილის სიტყვებს დავესესხები და ამიტომ და პეტრე მოციქულიც ამბობს, რომ სულ ღვთის სიტყვის გაგება აღმოკითხული წმინდა წერილში სულიწმინდის მადლის გარეშე შეუძლებელია და სწორედ უფალი ამბობს, რომ მოვა ნუგეშინისმცემელი ის გვასწავლის იმას, რაც ქრისტემ გვამცნო. ანუ ჩვენ რასაც ვკითხულობთ წმინდა წერილში თუ ქრისტემ რა გვითხრა და რა გვამცნო, იმის სწავლება ხდება დღეს ჩვენი მოძღვრის მიერ, შეიძლება ასე ითქვას, სულიწმინდა ღმერთის მიერ. და ეს სწავლება ხდება შიგნით. რა თქმა უნდა, გარედან შემოდის ინფორმაცია, მაგრამ დასტური და თარგმანება, განმარტება, შეიძლება ასე ითქვას, ეს ყველაფერი ხდება ჩვენ შიგნით და იოანე მოციქული ამბობს, რომ ის ცხებულება, ამ შემთხვევაში სწორედ სულიწმინდა ღმერთის მიერ მოტანილ მადლს გულისხმობს, იმიტომ რომ ცხებულება მირონცხების ასოციაციას კი არ იწვევს, ფაქტობრივად მირონცხებას წარმოაჩენს, ხო? როცა მადლი ეძლეოდათ ადამიანებს, ეს სიმბოლო არის
მირონცხება ყოველთვის იყო საღვთო სიმბოლო მადლის მოქმედებისა ძველ აღთქმაშიც კი და ის ცხებულება რომელიც გვაქვს ღვთისაგან მოცემული ის ცხებულება გვასწავლის ჩვენ შიგნიდან იმდენათაც კი რომ ჩვენ წიგნის კითხვაც სწავლას კი არ გვჭირდებაო იონე მოციქული ამბობს იმიტომ რომ შიგნიდან განვისწავლებით და აი სწორედ სულიწმინდა ღმერთი არის ის რომელიც გვასწავლის ჩვენ შიგნით რომელიც ხვდის ა ブラ ამის მემკვიდრეებად, ანუ მის შვილებად, იმიტომ რომ ა ブラ ამთან დადო აღთქმა ღმერთმა და ა ブラ ამის გამო ისააკთან და იაკობთან და ა ブラ ამისვე გამო ჩვენთან უკვე, იმიტომ რომ ჩვენ ა ブラ ამის სულიერი შვილები გავხდით, სწორედ იმ ცხებულებით, რომელიც შიგნით გვაქვს და შესაბამისად ჩვენ უკვე სულიწმინდა ღმერთი უამრავ რამეს გვასწავლის, საქმე მოციქულთაშიც არის იოელ წინასწარმეტყველის სიტყვები, რომ დადგა დრო, აი ხა უკვე არის ის დრო ახალი აღთქმის პერიოდი, როდესაც ჩვენს ყველა, ანუ თითოეულ ადამიანს კი არა, ყველას, ანუ ახალი აღთქმის ეკლესიის ყველა შვილს, ანუ თითოეულ ჩვენთაგანს აქვს ეს წინასწარმეტყველური სული, იმიტომ რომ თითოეულ ჩვენთაგანში შემოსულია სულიწმინდა ღმერთი და თითოეულ ჩვენთაგანს გვეზრახება, გვესაუბრება და შესაბამისად თუ ჩვენ მას გულს გავხსნით, თითოეული ადამიანი ხდება ღვთის ცოცხალი ღმერთის მღვდელი, როგორც წმინდა წერილი გვასწავლის და გარკვეულწილად წინასწარმეტყველი, ანუ რას გულისხმობ წინასწარმეტყველს გულისხმობ არა მკითხავი, რომელიც აი ხვალე ეს იქნება და ხვალე ეს დაგემართება ან არ დაგემართება, არამედ ღვთის ნების გამგებელი და საღვთო ინფორმაციის მიმღებელი თავის გულში. ეს არის. და გარდა ამისა, სულიწმინდა ღმერთი არის მოძღვარი, რომელიც გვასწავლის თუ როგორ უნდა დავემსგავსოთ, როგორ უნდა მივბაძოთ იესო ქრისტეს და როგორ უნდა დავემსგავსოთ მას და შესაბამისად რა ნაყოფები უნდა გამოვიღოთ თუ ეს მიბაძვა და მიმსგავსება არის სწორი. და ეს ნაყოფებიც ასევე ჩამოთვლილია მაგალითად იგივე პავლე მოციქულის გალატელთა მიმართ ეპისტოლეში, სადაც იგი ჩამოთვლის მეხუთე თავში, სადაც იგი ჩამოთვლის სულიწმინდა ღმერთის ნაყოფებს, თქვენ შეგიძლიათ ეს წაიკითხოთ და ღმერთმა მოგცეს ძალა, რომ ეს ყველაფერი ჩვენში რეალიზდეს. და საბოლოო ჯამში მოკლე პასუხი ესეთია, რომ თუ ჩვენ ქრისტეს ვემსგავსებით, როგორც თვითონ გვასწავლის სიმშვიდეში და სიმდაბლეში, ისწავლეთ ჩემგან მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, მაშინ ჩვენ გული გაგვიღია სულიწმინდა ღმერთისათვის და მისგან განვისწავლებით, იმიტომ რომ ადამიანებთან ურთიერთობებში ვამჟღანებთ სიმშვიდეს და სიმდაბლეს, ანუ ქრისტეს თვალებით უყურებთ თითოეულ ადამიანს, როგორც მითხრეს ზარია პირდაპირ ეთერში. დამლოცთ მამაო. ქრისტემ დაგლოცოთ. მადლობთ მამაო, ორი შეკითხვა მექნება. პირველი ასეთია, სახარებაში რომ წერია, წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი. როგორ უნდა გავიგოთ უფრო ვრცლად რომ მაგვიხსნათ, ანუ ყოველდღიურ ცხოვრებაში როგორ შეიძლება გავარჩიოთ წყალობა მსხვერპლისგან, ანუ როდის გავიღებ წყალობას და როდის გავიღებ მსხვერპლს. თუ შეგიძლიათ რომ ამ კონკრეტულად აგვიხსნათ, როგორ შეიძლება ერთი მეორისგან განვარჩიო. ეს ერთი შეკითხვა და მეორე შეკითხვა ასეთი მექნება. სახარებაში წერია ასევე, რომ ეს მოდგმა განიდევნება მხოლოდ ლოცვითა და მარხვით. რატომ მარტო ლოცვითა და მარხვით და არა ზიარებით, აღსარებით, ნათლობით, ანუ რატომ არის ესე კონკრეტულად მხოლოდ ლოცვითა და მარხვით? დიდი მადლობა. გაიხარეთ. წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი. უფალი საუბრობს ამით მის დამოკიდებულებაზე ადამიანების მიმართ, კაცობრიობის მიმართ და თქვა და გახსოვთ ის ადგილი, როდესაც მოციქულები, სამარიტელები როცა არ შეუშვებენ ქრისტეს თავიანთ ტერიტორიაზე არ გაატარებენ, ორი მოციქული იოანე და იაკობი ისიც ძმები იყვნენ, ძალიან გაბრაზდებიან და ეს ბრაზი სამართლიანია ადამიანური თვალსაზრისით და მათ სურთ სამართლიანობის შესაბამისად იმოქმედონ. და მათ უნდათ რომ ლოცვით გამოითხოვონ ცეცხლის ზეცით
როგორც ელია წინასწარმეტყველმა გააკეთაო, რომ ეს სოფელი გადაეცვა. უფალი მათი შერისხავს გახსოვთ და ეუბნება, რომ არა იცით თქვენ ვისი სულისანი ხართ. აი აქ ძალიან კარგად ჩანს, რომ ღმერთი არ მოქმედებს სამართლიანად, წესის და კანონის მიხედვით, არამედ მოქმედებს სიყვარულით და იწყალებს სამარიტელებს. ასევე გახსოვთ ძალიან საინტერესო ადგილი, როდესაც იგავური სახეა ესეთი, როცა ვიღაცა ბატონი გამოდის და მას სურს დაქირავებული მუშები, რომლებმაც გარკვეული სამუშაო უნდა ჩაატარონ ყანაში ან ხო მოკლედ და იქ ვისაც შეუთანხმდება, რომელმაც მთელი დღე უნდა იმუშაოს, შეუთანხმდება, რომ დღის ბოლოს მიიღებს ერთ ტალანტს. და შემდეგ პერიოდულად გადის და გარკვეულ დროს ახალ-ახალი მსახურები შემოყავთ, ახალ-ახალი მუშები შემოყავს და ბოლოს მე-11 ჟამის მუშაკი ეს ცნობილი ყველა მიცით, რომელსაც თქვათ 3-2 საათი მოუწევდა მარტო მუშაობა საღამოს უკვე სიგრილეში და ბოლოს იმასაც თქვათ დაუძახებს. და შემდეგ როდესაც ისტუმრებს მათ რომ გასამჯელო მისცეს, პირველად მე-11 ჟამის მუშაკს დაუძახებს და მისცემს ერთ ტალანტს. რომ დაინახა აი პირველი მთელი დღე რო იმუშავა, რომ აი თუ რამდენიმე საათის ნამუშევარს ერთი ტალანტი მისცა, მას რა თქმა უნდა გაუჩნდა სამართლიანობის თვალსაზრისით იმედი გაუჩნდა, რომ რადგან იმას მე კი დამპირდა ერთს, მაგრამ ამას ერთი მისცა, ესე იგი ძალიან დიდი შესაძლებლობაა, რომ მე მომცეს რამ ფერად უფრო მეტი, იმიტომ რომ მთელი დღე ვიმუშავე. და როცა მასაც ერთ ტალანტს მისცემს, პროტესტს აცხადებს, რომ როგორ მთელი დღის სიცხე ჩვენ ვიტვირთეთო და ის სიგრილეში მუშაობდაო და იმას ერთი ტალანტი მიეცედა, მეც ერთ ტალანტს მაძლებო, გაუპროტესტებს და ეს პროტესტი სამართლიანია გარკვეულწილად, ну სიტყვაზე თუ არ გამოვედევნებით უფალს, ხო? მაგრამ ნახეთ, უფალი იმას კი აეუბნება, რომ რაც გითხარი ის მოგეცი და თავი დამანებე და ანუ სიტყვა ხო გითხარი და რაღა გინდა, ანუ სიტყვაში კი არ სიტყვით კი არ მოინადირებ და სიტყვაში კი არ გამოიჭერ შეიძლება ასე ითქვას, მაგრამ აუხსნის და ეს ახსნა არის ძალიან საინტერესო. რომ მე შენ არ დაგაღალატე, რაც გითხარი ის მოგეცი, მაგრამ ნახეთ რა შეუნება. მაგრამ მას მივეცი ის რაც მე მინდა, იმიტომ რომ ჩემია და არა მაქვს უფლება რაც ჩემია, გამკარგო ისე როგორც მე მინდა. გესმით? აი აქ სამართლიანობაზე და კანონზე მაღლა დადგა ღვთის ნება, რომელიც და ღვთის თავისუფალი გადაწყვეტილება. არის ხოლმე ესეთი პრობლემა ღვთისმეტყველებაში, რომ ღმერთის თავისუფლებას ზღუდავენ გარკვეული ტიპის მორწმუნენი, ღმერთის თავისუფლებას ზღუდავენ იმ კანონით, რომელიც ღმერთმა ადამიანს დაუწესა. აი თქვათ ღმერთმა დაუწესა ადამიანს გარკვეული კანონი, როგორ უნდა იმოქმედოს, მაგრამ მერე ამ კანონის აღსრულებელი ადამიანები ღმერთს თხოვენ, რომ ზუსტად ამ კანონის მიხედვით იმოქმედოს თვითონაც. გესმით? აი ეს აი ხშირად არის ხოლმე თქვა სხვადასხვა რელიგიებში არის ხოლმე სადაც განკაცებული ღმერთი არ წამ, ამბობენ რომ როგორ შეიძლებოდა რომ ღმერთი ადამიანად მოსულიყო. როგორ შეიძლებოდა და აი ეს აღფრთოვანება, აი ეს აღშფოთება თუ რაღაც და ამბობს შეგიძლია მშვიდად უთხრა და შენ დაუწესებ ღმერთს რა შეიძლება და რა არ შეიძლება? და ღმერთისათვის როგორც ყოვლის შემძლე არსებისათვის და თან მისი სიყვარული აბსოლუტური და უსასრულოა. როგორ შეიძლება შენ დაუწესო მას რა შეუძლია და რა არ შეუძლია, რა გააკეთოს, რა არ გააკეთოს. ვინ მოგცა ჩვენ ამის უფლება? გესმით? ეს ძალიან მნიშვნელოვანია რო გახსოვდეს. აი მაგალითად ანდრია კრიტელის კანონში, რომელიც დიდმარხვის პირველ კვირას იკითხება, ძალიან ხშირად აი ეს სიტყვები ისმის, როცა დადგება დიდმარხვის პირველი კვირა, მოусმინოთ, ძალიან ხშირად ეს სიტყვები ისმის, რომ ღმერთი იქმს ყოველივე იმას, რაიცა ენებოს. აი რასაც უნდა ღმერთი იმას აკეთებს. ვინ მოგცა შენ უფლება, პავლე მოციქული ამბობს, კაცო, ვინ მოგცა შენ ქოთანს იმის უფლება, რომ მე ქოთნეს უთხრა, ყური აქედა რატო მომაბი და იქედა რატო არ მომაბი. ანუ ჩვენ ძალიან მკადნიერდებით და ღმერთს უწესებთ, წესებს და კანონებს თუ როგორ უნდა იმოქმედოს. და ამიტომ ღმერთი მოქმედებს არა სამართლიანად, როგორც წმინდა მამები ხშირად ამბობენ, ღმერთი სამართლიანი კი არ არის, სიყვარულია, არამედ მოდი ასე ვთქვათ, მოქმედებს ისე როგორც უნდა და როგორ უნდა და ამბობს, წყალობა მნელობს და არა მსხვერპლი. ამიტომ უნდა დავდუმდეთ ძალიან ხშირად და ძალიან ეგრე რომ არ იყოს. შეგან არ გაუპროტესტებდით ღმერთს, პირველი ავაზაკი შეიყვანა. ავაზაკის ისტორია ვიცით, იქ რო ღვთისმშობელი იდგა, იოანე მოციქული იდგა, მენესაცხოვრებელი იდგა და მათგან ვიცით ის ისტორია, როგორ შევიდა მარჯვნივ ყოფი ავაზაკი პირველად 60-ში თორე. ისინი იქ რო არ დგარიყვნენ
ჩვენ ხო ამას ვერ გავიგებდი და ვიღაცას რო ეთქვა რომ ხო შეიძლება და ავაზაკი ცხონებულიყო. ხო, ესე იგი აღშფოთებოდი როგორ შეიძლება ავაზაკი ცხონებულიყო. რა გაუკეთებია არაფერი. სამართლიანად თავისი ნაძრილობისათვის ისჯებოდა. რა ცხონებაზე გველაპარაკებით, მაგრამ აი უფალმა თქვა რომ დღეს შემთან იქნება პირველად 60-ში. რატომ? იმიტომ რომ ავაზაკი იკვდება როგორც ქრისტიანი. აი ეს არის, ხო? ამიტომ კიდე აქაც ჩანს, რომ ღმერთი მოქმედებს ისე როგორც უნდა და ეს ნდომა ღვთისნებელობიდან ღვთისნება არის და ღვთისნება კი რადგან მისი ბუნების თვისებაა და ღმერთი რადგან აბსოლუტური სიკეთეა და სახიერია, მიმართულია მხოლოდ წყალობისკენ. აი ეს არის. ასე რომ ეს პირველ კითხვაზე პასუხი და მეორე კითხვაზე, როგორც მეუბნებიან, რეკლამაზე გავდივართ და მეორე კითხვაზე პასუხს რეკლამის მერე გეტყვით.